კარგით მეგობრებო, დღეს უნდა ვისაუბროთ როგორ ჩავიწერო გუფასოდ Premiere Pro, After Effects-ი და ნებისმიერი რამე. ძალიან ბევრი რაღაცა არის ამ საიტზე. შევდივართ Google-ში და წერთ file cr enter-ი და პირველ რიგში შევდივართ. რავი blog, რატომ უნდა ამ საიტზე რაღაცები არ ვიცი. და ნახეთ ზემოთ არის search. დავაჭიროთ ამას და search-ი ჩავწეროთ მაგალითად Adobe Premiere Pro. ამოვაგდო რაღაცები და ნახეთ ორ რაღაცას უნდა მივაქციოთ ყურადღება ძვირფასო მეგობრებო. პირველი ეს არის ის რომ Windows-ზე უნდა იყოს. პირადად Windows-ი აქვს და მაგითო ვამბობ. თუ Mac-ი გაქვთ, Mac-ზეც არის ეგეთი რაღაცეები. Mac-ზეც ჩაიწერთ ჩვეულებრივად. და ნახეთ Windows-ში როცა მოიხოდება აუცილებლად უნდა ეწეროს pre-activated. დავაჭიროთ, ჩამოსქოლეთ. უпростоრად არ ჩამოსქოლოთ. აი აგერ არის ან torrent-ს ჩაიწერთ და მე ჩაიწერთ, ან direct download. ორივე ჯიგრულად მუშაობს. თუ ყვებით ჩამოსხოვოთ ოდნავ და გაინტერესებთ რაღაცეები, ნახეთ previous versions, ანუ previous versions უпростоრად. ანუ წინა ვერსიებიც არის ამ საიტზე. ამ პროგრამის რა, ანუ რასაც ახლა ვიყენებ, რა ქვია კაცო, Premiere Pro, ხო? მე direct download-ს რო დააჭერთ, არის უმარტივესი. მოდი უცებ მაგის დემონსტრირებას მოვახდინოთ. რომელი პროგრამა არ მიწერია ახლა მე? მე არ მიწერია Adobe. Photoshop მე მგონი მაქვს. აი ხო, აი Adobe Media Encoder-ი არ მიწერი. შევედით ჯიგრულად და direct download-ს დავაჭერებ, რა მოხდება? გადავედით სადღაც და ნახეთ აქვე აწერია. პასვორდი არის 123. ამას მომავალში გამოვიყენებთ. Click to download, აქ რაღაც დებილობები ამოვაგდო, ეს არ გვაინტერესებს. და ნახეთ, აი იწერს ჯიგრულად რა. უსაშველოები ჩამიწერია. აი დაველოდოთ ახლა უდესმე ჩაიწერს ალბათ. კარგით მეგობრებო, ჩაიწერა როგორც იქნა და ნახეთ ეს არის WinRAR-ის ფაილი. რაც ნიშნავს, უნდა ამოვაარქივოთ და აი მაგას ნიშნავს უბრალოდ. რომ მოიტანთ, მარჯვენა ღილაკს დააჭერ და extract, აი ამას აერჩიოთ, ან ამას აერჩიოთ, რავი, ეგრევე რა. დააჭერთ ამას და ნახეთ პაროლი გკითხა ეგრევე. და ხო გახსოვთ, საიტზე ეწერა 1 2 3. ჩავწერთ მან და enter-ს დავაჭერთ. და ეს ახლა ამოვაარქივოს, ცოტა დრო ამასაც დაჭირდება. რა გავაკეთოთ, ხა უფასოდ ვიწერთ და ცოტა წვალება გვიწევს რა, მაგრამ სამაგიეროდ არ ვიხდით არაფერს. ეგ არის ამოვარქივდა. ეს აღარ გჭირდება. შევდივართ აქ. შევედით რა მაგ ფაილში, კიდე უნდა შევიდეთ სადღაც და ნახეთ. აი დისკივით რაღაც რო ხატია და ყველაზე მეტი ზომა, რასაც მე აქვს, ეგ არის საინსტალაციო. დავუჭიროთ ორჯერ, დაველოდოთ. ვარიანტი არ არის, რომ არ ჩაერთოს უბრალოდ. შევიდა ძალიან მაგარ რაღაცაში. და ნახეთ, აგერწერი აპლიკაცია autoplay, მაგასაც დავაჭერთ ორჯერ. მე yes-ს დავაჭერთ, yes ამოვაგდო და ნახეთ Adobe Media Encoder. და install. დაიწყებს დაინსტალირებას. ნუ აქ აირჩევთ ახლა ამერიკა ესა ისა, სად დავაინსტალირო და default. მოკლედ, okay, და continue. და ეგ არის, დაინსტალირდება. ეგ არის მეგობრებო, დაინსტალირდა ჯიგრულად, აი successful. და ან close დააჭერთ და ჩაიკეცება, ან launch დააჭერთ. აბა launch-ი ავირჩიოთ, მოდი ერთი ვნახოთ რა მენიუში. მოკლედ, როდესაც launch დააჭერთ, ესეთი რაღაც გაიხსნება. Adobe Media Encoder-ი. 2002 წლიდან ყოფილა, ნახე? ეგ არა, ჩვეულებრივად გაიხსნა. და ნახეთ, After Effects-ის ბოლო ვიდეოში ვიბაზრეთ რაღაც დებილობები. ერთ-ერთი რაღაც რო თქვი, რომ ორნაირად შეგიძლია რომ ამოარენდერო თქო. და ერთ-ერთი არის ეს. ეს არის ერთ-ერთი. წინაზე არ გვეწერა, ეხლა გვიწერია. ანუ შეგვიძლია რომ After-ი ამას დაუკავშიროთ ამ პროგრამას და აქედანაც ამოვარენდეროთ მოკლედ. აი QEW აქაც არის, ანუ რიგი. და აქაც იქნება ჩამოწერილი რენდერი. შემდეგზე ამაზეც ვიბაზრობ. აბა